ისრაელის სამხედრო ძალების ინფორმაციით ღამით თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიაზე რაკეტების წარმოების ობიექტები და ბირთვული კვლევის ცენტრი დაბომბეს. შეტევაში 60 თვითმფრინავი მონაწილეობდა. თუ ტერორი იქნება, ჰეზბოლა არ იარსებებს, აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ლიბანურ დაჯგუფებას აფრთხილებს არ ჩაერიოს ირანთან კონფლიქტში. ისრაელის ქალაქ ბეერშევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი და დაზიანდა სახლები. ერთი დაღუპული და 14 დაშავებული. ღამით ოკუპანტების იერიშ ოდესაზე მსხვერპლი ხანძარი და ნგრევა მოხდა. დაშავებულებს შორის არიან მაშველებიც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესას თავს 10-ზე მეტი დრონით დაესხნენ. ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი 23 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. რუსული ინტერრაოს შვილობილი კომპანია ექსპო ჯორჯიასთან 20 მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას გეგმავს. კომპანია თბილისის მერიასთან განაშენიანების რეგულირების გეგმას ათანხმებს. დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ის მუშაობის ვადა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა ჩინური სოციალური პლატფორმის აკრძალვის ვადა გადადო.